ტაო-კლარჯეთში ქართულ სპეციალისტთა მესამე ოფიციალური ვიზიტი შეაფასეს დღეს კულტურის სამინისტროში. მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარი აცხადებს, რომ ვიზიტი წარმატებული იყო, რადგან თურქულმა მხარემ ქართველი სპეციალისტების შენიშვნები და რეკომენდაციები გაიზიარა. თურქულმა მხარემ დელეგაციის მოთხოვნით დაამუშავა იშხნის საინჟინრო კონსტრუქციული გაძლიერების პროექტი, რომელიც სამუშაოების დაწყებამდე არ არსებობდა. ქართველმა სპეციალისტებმა ასევე მიიღეს პირობა, რომ პროფესიონალი არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე პროცესი აღარ გაგრძელდება. მარინა მიზანდარის თქმით, სპეციალისტთა მომდენო ჯგუფი ტაო-კლარჯეთში სამ კვირაში გაემგზავრება. ვიზიტს წინ უძღოდა ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები, შედგა ორი ქვეყნის თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრების სატელეფონო საუბარი, შემუშავებული რეკომენდაციები დიდწილად გათვალისწინებულ იქნა. მაგალითად, დამუშავებულია ძეგლის საინჟინრო კონსტრუქციული გაძლიერების პროექტი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ქართველმა სპეციალისტებმა ადგილზე კიდევ ერთხელ მოინახულეს არსებული ვითარება, გაეცნენ არსებულ ვითარებას. თურქ კოლეგებს გააცნეს მეთოდური და ტექნიკური ტიპის მითითებები და რეკომენდაციები, რომლებიც მოგვიანებით ოფიციალური სახით გადაეგზავნება თურქეთის მხარეს უკვე დიპლომატიური არხით. დავინახეთ, რომ მუშაობენ კარგი მასალით, ტრადიციული მასალით, ძვირადღირებული და კარგი მასალით. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს რესტავრაციაში. ის რომ საერთოდ ახმარობენ ცემენტს და აქვთ კირის მოხმარების კარგი ტექნოლოგია.